იხურე. უკრაინამ მკვეთრად შეცვალა რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების ტაქტიკა და საკუთარი რეკორდი დაამყარა შეტევების რაოდენობით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას გამოიყენეს 26 შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა Flamingo და თითქმის 8,500 დრონი. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია რუსების მხრიდან, ხოლო რეალურად დრონებისა და რაკეტების რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, Wildberries სეზონი ოფიციალურად დასრულდა. რუსეთში ამაღამ პირველად დაესხნენ კომპანია ოზონის საწყობს. გარდა ამისა, ამაღამ დაფიქსირდა დარტყმა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ასევე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 აგვისტოს დააზიანეს საწვავის რეზერვუარები ეისკის ნავთობ ტერმინალში, კრასნოდარის მხარეში, რუსეთში. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ყირიმში იწვოდა აეროდრომები და რუსული ავიაცია, ასევე მათი ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური სისტემა. აი ესე. ასევე საჩვენებელია, რომ რაღაც ძალიან უცნაური დაიწყო რუსულ დრონ რაკეტა ბანდეროლებთან, რომლებსაც რუსები კიევზე უშვებდნენ. აი ეს ბანდეროლები რატომღაც კურსიდან გადაუხვიეს და ბელარუსში მოხვდნენ. და აი დღეს ერთ-ერთი ასეთი ბანდეროლი. დავარდა და აფეთქდა ბელარუსის გომელის ოლქში. რა ხდება ბანდეროლებთან დაკავშირებით, ამასაც განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ყველა ამ თემაზე ვისაუბროთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. მადლობა. როდის დაიწყებს დაშვებას? მე ვფიქრობ, ეხლა დაიწყებს დაშვება. მადლობა. მეშინი, ის გვერდი ჩაი. არა, ის აქვე ეშვება, არა. არის. ასე. 1 2 3 არა, ნოვაკში გაფრინდა. ნახე. მოკლედ, Wildberries-ის სეზონი, როგორც ჩანს, ოფიციალურად დასრულდა. იწყება ოზონის სეზონი. უკრაინულმა უპილოტოებმა 22 აგვისტოს ღამეს დაარტყეს ოზონის ლოგისტიკურ ცენტრს ჩაპაევსკში, სამარის ოლქში და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. როგორც ოზონის კომპანიაში განაცხადეს, თავდასხმის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა. ობიექტის მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 500-ზე მეტი თანამშრომელი იქნა ევაკუირებული. ასევე განაცხადეს, რომ საწყობიდან საქონელი მარკეტპლეისის ვიტრინიდან ამოღებულია, ხოლო იმ ობიექტიდან გაგზავნილი შეკვეთები გაუქმდება და კლიენტებს თანხა დაუბრუნდებათ. დარტყმის ქვეშ მოექცა ოზონის სადისტრიბუციო კომპლექსი ჩაპაევსკის ინდუსტრიულ პარკში, მისგან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. პრომსინთეზისა და პოლიმერის საწარმო, რომელიც აწარმოებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს, იარაღს და საბრძოლო მასალებს. ადრე ეს ორივე ქარხანა უკვე დარტყმის ქვეშ იყო მოხვედრილი. ადრე ოზონი ჩაპაევსკში მდებარე კომპლექს თავის უდიდეს ლოგისტიკურ ჰაბად მოიხსენიებდა ვოლგისპირეთში, რომლის საერთო ფართობი 125,000 კვადრატული მეტრია. სხვათა შორის ეს ოზონის საწყობებზე პირველი თავდასხმაა. მანამდე კი უკრაინული უპილოტოები სისტემატურად ესხოდნენ Wildberries ობიექტებს. 18 ივლისიდან დაზიანდა Wildberries მინიმუმ 12 ობიექტი, მათ შორის უმსხვილესი ცენტრები პოდოლსკში, ელექტროსტალში და სხვა ქალაქებში. ამ დარტყმების შედეგად ზარალმა თითქმის 1 ტრილიონ რუბლს მიაღწია, ხოლო მარკეტპლეისმა Wildberries-მა ლოგისტიკური სიმძლავრის მეოთხედი დაკარგა. ახლა კი დარტყმები ოზონსაც შეეხო, რომელიც ბაზარზე მეორე ყველაზე დიდი მოთამაშეა. ამასთან ერთად ხანძარი გაჩნდა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც როსნეფტს ეკუთვნის.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნოუკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგულარულად ხდება თავდასხმების ობიექტი. ამ წელს დარტყმები დაიწყო 18 აპრილიდან. შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი, მერე კიდევ და ასე შემდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადრე აღნიშნავდნენ, რომ ნოუკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მათ შორის აწარმოებს ავიაციის რეაქტიული ძრავებისთვის საწვავს, ანუ სამხედრო თვითმფრინავებისთვის. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 აგვისტოს დააზიანეს საწვავის რეზერვუარები ეისკის ნავთობგადასატვირთ კომპლექსში, კრასნოდარის მხარეში, გაურეცხავ რუსეთში. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნეს, დარტყმის შემდეგ ობიექტის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ეისკის ნავთობგადასატვირთი კომპლექსი ინფრასტრუქტურის ნაწილია. ეისკის საზღვაო პორტის, რომელიც კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ფედერაციაში მდებარეობს. პორტი მდებარეობს ტაგანროგის ყურის, აზოვის ზღვის სანაპიროზე. ეს კომპლექსი უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გემებზე გადატვირთვას. ამასობაში ისეთი შეგრძნებაა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისწავლეს ეფექტურად ბრძოლა რუსულ რაკეტა-დრონ ბანდეროლებთან. ამ ღამით რუსეთის უპილოტო რაკეტა ბანდეროლი ბელარუსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინციდენტი მოხდა გომელის ოლქის ქალაქ კოპოტკევიჩის მახლობლად. და აი დილით, როგორც გაირკვა, მინიმუმ 12 რუსული დრონი ბანდეროლი შევიდა ბელარუსის საჰაერო სივრცეში. სავარაუდოდ მათი ნაწილი უკვე უკრაინის ტერიტორიიდან მოფრინავდა. საბოლოოდ ცნობილია, რომ ერთ-ერთი უპილოტო კოპოტკევიჩის რაიონში ჩამოვარდა. ამასთან უკრაინული მონიტორინგის არხები ამტკიცებენ, რომ მას საწვავი გაუთავდა, რის შემდეგაც მინდორში ჩამოვარდა. ამიტომ შემიძლია ვივარაუდო, რომ ახლა უკრაინულ რადიოელექტრონულ ბრძოლის სისტემებს შეუძლიათ ეს ბანდეროლები მათთვის უსაფრთხო ზონებში გადაამისამართონ. იმისთვის, რომ ისინი იქ, საწვავის გარეშე, მინდვრებში ვარდებოდნენ. რუსული დრონების გამოჩენის ფონზე ბელარუსის მხარემაც კი ჩართო საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ასევე ბარანოვიჩის აეროდრომიდან ასწიეს სამხედრო თვითმფრინავი Su-30. ინციდენტი, აი რაც მნიშვნელოვანია. რუსული დრონების შესახებ ინფორმაცია მოდიოდა გომელისა და ბრესტის ოლქების რამდენიმე რაიონიდან. კერძოდ ისინი დააფიქსირეს ნაროვლის, მოზირის, პეტრიკოვის, სვეტლოგორსკისა და იელსკის მახლობლად. ამასობაში უკრაინამ დააფიქსირა საკუთარი რეკორდი რუსეთზე გაშვებული რაკეტებისა და დრონების რაოდენობით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში გამოიყენეს 26 შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა ფლამინგო. და თითქმის 8,500 უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო. ასეთი რაოდენობის საჰაერო დარტყმის საშუალებების გამოყენება ერთ კვირაში ომის განმავლობაში რეკორდული გახდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის უწყების მონაცემებით ასევე გაუშვეს 70 მართვადი ავიაბომბი და 17 რეაქტიული ჭურვის სისტემებიდან, ჰაიმერსი და ავტოსტრონგი. საერთოდ კი ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა აძლიერებს საჰაერო თავდასხმებს რუსეთის წინააღმდეგ. აგვისტოს შუაში ფლამინგოს რაკეტებმა დააზიანეს კოსმოსური ცენტრის სამარაში, სადაც რუსეთის სტარლინკის ანალოგისთვის რაკეტებს აწარმოებენ. ივლისის ბოლოს ფლამინგომ დარტყმა მიაყენა ზეინტური რაკეტების ქარხანას კიროვში. ივნისში რაკეტული დარტყმის ობიექტი გახდა საწარმო ვოლგოგრადში, რომელიც აწარმოებს დანადგარებს ისკანდერისა და ტოპორის კომპლექსებისთვის. გარდა ამისა, უკრაინული უპილოტო აპარატები სისტემატურად ესხმიან თავს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ლოგისტიკურ ცენტრებს, ვაილბერის და ახლა უკვე ოზონს, მთელი რუსეთის მასშტაბით. ასევე დღესვე გაჩნდა ახალი დეტალები უკრაინის შეიარაღებული ძალების წინა თავდასხმების შესახებ. პრიმორსკ-ახტარსკის აეროდრომზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, დარტყმის შედეგად დაზიანდა მობილური რადიოლოკაციური სადგური ნიობი და 18 სატყობი შენობა უპილოტო აპარატების შესანახად. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა 20 აგვისტოს განხორციელებული დარტყმის დამატებითი ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით. გავიმეორებ, რომ რადიოლოკაციური სადგური ნიობი არის რუსეთის მობილური სამკოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური მეტრული ტალღების დიაპაზონში, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების აღმოჩენისთვის, ვერტმფრენების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო აპარატებისათვის. ეს რადიოლოკაციური სადგური შეუძლია დაფაროს ფართო ტერიტორია და აღმოაჩინოს ძნელად შესამჩნევი ობიექტები, მათ შორის სტელს ტექნოლოგიის მქონეებიც. ეხლა ეს რადიოლოკაციური სადგური რუსებს აღარ აქვთ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ დღეს აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის სამხედრო აეროდრომ საკის დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ბოლო თავდასხმის შედეგად სამხედრო აეროდრომზე განადგურდა Su-24M ტიპის თვითმფრინავი და კიდევ 4 ერთეული აეროდრომის ტექნიკა. საკის აეროდრომი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტია ოკუპირებულ ყირიმში. მას იყენებენ რუსეთის სამხედრო ავიაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, რომელიც უტევს ობიექტებს უკრაინაში, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ასე რომ, როგორც ამბობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მუშაობა გრძელდება და საკმაოდ ეფექტურადაც. აქ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აჭირეთ ზარის რილაქს. და არ დაგავიცნეთ ეს ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.